სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ კომპიუტერულ სფეროში არსებული ძალიან მაგარი სიახლეების შესახებ, რაც არის NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეობარათები. უფრო კონკრეტულად კი ვისაუბრებთ RTX 5090-ზე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ გაიყიდება. ხო, ეს ასეა სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით მაღაზიებში არ იქნება გაყიდვაში 5090, ისევე როგორც არ იყო RTX 4090. NVIDIA-ს ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ჩვენი ბაზრისთვის არ შემოვიდეს ეს ვიდეობარათები. ხო, ეხლა რას გულისხმობ, ანუ იმ მაღაზიებში, სადაც ოფიციალურად NVIDIA-ს პარტნიორები აწვდიან ამ მაღაზიებს მარაგებს, მათთან არ შემოვა ასე ოფიციალური გზით RTX 5090-ები. თუ ვინმე ჩამოიტანს თავად Amazon-დან, eBay-დან ან რაიმე სხვა საიტიდან შეძენილს და შემდეგ გაყიდის თუნდაც Facebook Marketplace-ზე, My Market-ზე, ან სადმე მოკლედ ფორუმზე, ეს სხვა საკითხია, ამაზე არ მაქვს საუბარი. საუბარია კიდევ ერთხელ დავაზუსტებ მაღაზიებზე, რომლებიც ოფიციალურად NVIDIA-ს პარტნიორებისგან იღებენ სტოკს. რავი, ამ ეტაპზე ესეა, თუ რამე არ შეიცვალა. ანუ ჩვენთან შემოვა RTX 5080-ები, 70 Ti და 70-ები. ჯერჯერობით მხოლოდ ეს 4 ვიდეობარათი დაანონსდა 2-3 კვირის წინ CES-ზე და 30 იანვრიდან უკვე გაყიდვები დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთან ჯერჯერობით გაყიდვაში ჯერ არ არის, თუმცა ერთ საიტზე წავაწყდი pre-orders და მე მინდა შევხედოთ. სათაური კი ცოტა clickbait-ივით გამომივიდა, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ანუ ამ ვიდეოში გაჩვენებთ რომელმა ბრენდმა, ძირითადი ბრენდები რაც აწარმოებენ ამ ვიდეობარათებს, როგორი ვერსიები გამოუშვეს, მოგეხსენებათ Asus იქნება, MSI, Gigabyte თუ სხვა ბრენდი, რამოდენიმე მოდელს უშვებენ, სხვადასხვა საფასო სეგმენტში გადის ხოლმე ეს მოდელები და ყოველწლიურად განსხვავდება დიზაინით და სხვადასხვა ტექნიკური მონაცემებით. და ესენი მინდა დავთვალიეროთ თქვენთან ერთად და ვნახოთ ვინ გაკეთა ყველაზე მაგარი და ლამაზი ვიდეობარათი წლევანდელ ლაინაპში. იქამდე კი თუ ვიდეოს უყურებთ და არხი არ გაქვთ გამოწერილი, უბრალოდ ერთ ღილაკზე დაკლიკება, მეგობრებო, უფასოა, დააჭირეთ და გამოიწერეთ არხი. ძალიან მჭირდება მოკლედ დროში 20.000-მდე ასვლა, რომ სპონსორებთან რაღაც ახალი ხელშეკრულებები დავდოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის სპონსორი არის კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია Ultra, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მაღაზია Ultra-ს და ჩვენ კი გადავიდეთ მოდი საქმეზე. ბრენდები, რომლებსაც შევხედავთ, ესენი არის Asus, MSI, Gigabyte, Palette, Zotac და PNY-ს ვიდეობარათებსაც შევხედოთ. Ну, რა თქმა უნდა, კიდევ არის რამოდენიმე ბრენდი, რომლებიც აწარმოებენ NVIDIA-ს ვიდეობარათებს, მაგრამ იმდენად იშვიათად გვხვდება ხოლმე, რომ ჩვენთან საერთოდ არც იყიდება და არც My Market-ზე არ გვხვდება ხოლმე, რომ ვინმე ყიდიდეს მათ წარმოებული ვიდეობარათებს. ეს Gainward-ი, Inno3D, კიდე რაღაც ბრენდები არის ესეთი. სახელები არც მახსენდება, ახლა რომ არ მოგატყუოთ. ჯერ მოდი ტრეილერებს გადავხედოთ, ერთი რა ტრეილერები აქვს, პატარა გადახოვებით ვნახოთ და საიტებზეც ვნახოთ, რა ვერსიები გააკეთეს. RTX 50-90-ზე გვაქვს აქცენტი, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩვენთან არ იქნება გაყიდვაში და რაც შეეხება უფრო დაბალ ვერსიებს, 50-80, 70 Ti და 70 შემოვა და იმედია მალე მექნება გასატესტად, მოგეხსენებათ Palette მიგზავნის ხოლმე გასატესტად ამ ვიდეობარათებს. Asus-ის ვერსიები, როგორც ვიცი, ახალი რაღაც მოიფიქრეს, ROG იყო ხოლმე ყველაზე მაღალი, ხო, აი ROG Astral-ი გამოუშვეს, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი დონის ვიდეობარათი მათ ლაინაპში. ამაზად კი გამოიყურება. Astral LC ეს არის ჩაშენებული წყლის გაგრილებით 360 მმ-იანი რადიატორით. აი ROG Strix-ი რო იყო ხოლმე ტოპი, ახლა არის Astral-ი, ყველაზე მაღალი, როგორც ჩანს, TUF Gaming-იც კარგად გამოიყურება და აი ეს Prime-ი იქნება ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, დაბალი ლეველის, რასაც გამოუშვებენ 50-90-ში. და მოდი საიტზე ვნახოთ რა ხდება. 50 სერია, 50-90-ს შევხედოთ და მერე ქვედა ვერსიებსაც შევხედოთ, მაინც რა განსხვავება არის, რომ ნახოთ. საშინელი საიტი აქვს Asus, გადათეთრებული. Prime-ი არ გვაქვს 50-90-ში. ნუ ეს ვერსია, აი Astral LC იქნება წყლის გაგრილებით, რომელიც ყველაზე ძვირი იქნება სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე ძვირი ვარიანტი. ცუდი არ არის, მაგრამ ესეთი გაგრილებით ვიდეობარათები მე პირადად არ მიყვარს. ყოველთვის high-რის გაგრილებაზე უფრო მირჩევნია ხოლმე. მეორე ROG Astral-ი არის ესეთი high-რის გაგრილებით. აი ეს მირჩევნია ახლა მე პირადად, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც NVIDIA-მ გამოუშვა თავისი FE მოდელი, Founders Edition-ი, ანუ თავისი რეფერენს ბარათი რაც გამოუშვა, იმასთან შედარებით ძალიან დიდი არის ეს ROG Strix-ი და ზოგადად ყველა ვიდეო ბარათი, რასაც სხვა მწარმოებლები ამზადებენ.
და ძალიან უცნაურია. აი 40-90 თუ იყო რაღაც 4 სლოტიანი, 2 სლოტიანი არის, თითქმის განახევრებული არის. ხო, აი ფოტოც, აი ქვევით არის RTX 4090S და ზევით არის 5090. რამხელა სხვაობა არის ის ქეში შეხედეთ. თუმცა ეს ახალი გაგრძელება რაც არის, ძალიან კარგად უმკლავდება ამ ვიდეო ბარათს, ამ ჩიპს და სრულ დატვირთვაზე როგორც თქვეს 79 გრადუსამდე უჭირავს, 79 გრადუსის ზევით არ ადის. დაუბრუნდეთ ASUS, ეს ალბათ ჩემი ფავორიტი იქნება, აი ეს კონკრეტული ვერსია Astral GeForce Ion High-ის გაგრძელებით, ზოგადად ROG-ის, ანუ Republic of Gamers-ის ხაზის ვიდეო ბარათები და ნაწილები ძალიან მიყვარს ანუ. და კიდე რა გქოს, ხო, აი TUF Gaming-იც კარგად გამოიყურებოდა იქ ვიდეოში. კი, TUF-ი როგორც ასეთი go-to ვიდეო ბარათია ხოლმე, შედარებით პატარა ზომის არის, გაგრძელება ძალიან კარგად უმკლავდება ხოლმე და რავი, ანუ ძალიან კაი ვიდეო ბარათებია TUF-ებიც. მოდი აბა ვნახოთ ცოტა ქვედა ჩიპები, აი 50-70 თუ არის სხვაობა. ვიდეოში როგორც გვაჩვენეს, უნდა იყოს კიდე ერთი ვერსია, ხო, Prime-ი. აი Prime-ი ეს იქნება baseline ვიდეო ბარათი, ანუ ყველაზე დაბალი დონე, ასე ვთქვათ, დაბალი დონე რაო. უბრალოდ ყველაზე იაფი. როდესაც Nvidia უშვებს ახალ ვიდეო ბარათებს, აქვს ხოლმე რეკომენდირებული ფასი, რა ფასიდანაც უნდა დაიწყოს გაყიდვა. FE, ანუ Founders Edition-ი, თავიანთი ვერსია ამ ფასად იყიდება ხოლმე და იქიდან ზევით მიდის უკვე ფასი ამ სხვადასხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებული ვიდეო ბარათების. ეს იქნება ყველაზე დაბალფასიანი, იქნება წესით და რიგით იგივე ფასი, რასაც Nvidia ადებს თავის ვიდეო ბარათს და შემდეგ უკვე აი ეს დანარჩენები, ანუ TUF-ი იქნება ცოტათი ალბათ უფრო TUF-ი იქნება ალბათ $100 უფრო მეტი, მერე ROG Strix-ი იქნება კიდე $100 მეტი და აი ეს Astral-ი იქნება, ანუ საწყისიდან $300 ან $400 მეტი რა. MSI-ის კლიპიც ვნახოთ, ნაწყვეტები უბრალოდ ეს Supreme-ს გვიჩვენებენ, რომელიც ახალი ლაინი არის gaming ვიდეო ბარათების, ანუ ეს შარშან შემოიტანეს ფონი, შარშან მოიგონეს ეს ახალი ხაზი Supreme-ის და კიდე ერთი ხაზი დაამატეს წელს, როგორც ვიცი, სახელი არ მახსოვს და ეხლა ვნახოთ ერთად. აქაც როგორც ვიცი 4 თუ 5 ვერსია იქნება ვიდეო ბარათების, ხო, 1, 2, 3, 4, 5 ვერსია იქნება წესით. შეიძლება მეტიც იყოს MSI მგონი, მეტს აკეთებს ხოლმე. აბა ვნახოთ MSI საიტზე, 50-90 მაქვს ისევ მონიშნული მხოლოდ ყველაზე მაღალი არის Supreme-ი, ანუ ყველაზე ძვირი რაც იქნება. Gaming Trio არის ისევ, ხო, აი Vanguard-ი არის Gaming Trio-s და Supreme-s შორის. ვიზუალურად კაია, ანუ იგივე Gaming Trio-ა, სამფანიანია, ძალიან გავს ვიზუალურადაც, ზომაშიც იგივე იქნება, უბრალოდ ცოტა უფრო მეტი RGB ექნება ამ Vanguard-ს, ვიდრე ამ Gaming Trio-s. ესეც ძალიან მაგრად გამოიყურება. ხო, ამას ცოტა ნაკლები RGB აქვს, ისე დანარჩენი როგორც ვიცი მონაცემებში ზუსტად იგივე იქნება, ზუსტად იგივე ჰერცებზე ემუშავებს და ყველანაირად ერთნაირი იქნება. უბრალოდ RGB არის სხვაობა ამ ორ ვიდეო ბარათს შორის. ორივე ძალიან ლამაზია. ზოგადად MSI-ის ვიდეო ბარათები ძალიან ლამაზია ხოლმე. Supreme-იც კაია, ეს უფრო ცოტა stealth არის, რაღაც მოვარცხლის პროფერებშია გადაწყვეტილი და ცოტა ნაკლები RGB აქვს, ესეც კაია. კიდევ გვაქვს Supreme Liquid-ი, რომელიც ასევე წყლის გაგრძელებაზეა, როგორც MSI-ის და როგორც Gigabyte-ს აქვს ყველაზე ძვირიანი ვერსიები და უფრო ქვევით ვერსიები რა გვაქვს? ხო, Ventus-ი გვაქვს ამ შემთხვევაში, აი ეს ყველაზე ასე ვთქვათ დაბალი კატეგორიის ვერსია. Ventus-ი იქნება აი ეს MSRP ფასად და დანარჩენები უფრო $100, $200 და $400 უფრო ძვირად გაიყიდებიან. შემდეგ დიდი ბრენდი გვაქვს Gigabyte-ი. Gigabyte Aorus-აც ყავს თავისი ფანები. მგონი აქ რაღაც ახალი ხაზი არ შემოუღიათ ამათ, რაც წინა წლებში ჰქონდათ იგივე ვერსიები დატოვეს. Aorus-ი რაღაც ცოტა ესეთი უფრო მინიმალისტური RGB-ით არის, ფანებზე აქვს ესეთი რკალიანი RGB-ები და მომწონს სხვათა შორის. თუმცა ჩემი ფავორიტი არ არის, დროს არ არის ხოლმე MSI და ASUS-ი მირჩევნია ხოლმე ამ შემთხვევაში. და სხვათა შორის პალიტის წინა თაობების Game Rock-ის ვერსიები ძალიან მომწონდა ის. რაღაც ბრილიანტებს რო გავდა, წელს მგონი შეცვალეს, ხო, ვნახავთ მაგასაც. 50-90 აქაც. რა ვარიანტები გვაქვს?
გვაქვს WindForce, რომელიც არის ჩვეულებრივი, ანუ ყველაზე დაბალი ხაზის ვიდეო ბარათი მათთან. ხო, ესეა, შავია, არანაირი RGB. გონი არსად არაფერი RGB არ აქვს, შეიძლება ლოგო ინთებოდეს უბრალოდ, ეს გიგაბაიტი 8 წერია. შემდეგი ვერსია ცოტა უფრო ძვირიანი იქნება gaming-ი, ეგრეთ წოდებული. აქ უკვე გვაქვს პატარა RGB-ები დამატებული. თითქმის იგივენაირად გამოიყურება, როგორც ის წინა ვერსია WindForce, მაგრამ რაღაც პატარა RGB ნათებები გვაქვს აქ უკვე დამატებული. ერთნაირ ვიზუალზე ასე თუ ისე. Aorus-ის ვერსია უკვე, Aorus Master-ი. Aorus Master-ი თეთრიც გამოუშვიათ, ძალიან კაი. ხო, აი რო შეხედავ, თითქმის იგივე ვიზუალზე. აქ ხო პატარა LCD მონიტორია დამატებული, რომელზეც გრადუსები შეგიძლიათ გამოიტანოთ, ან რამე ანიმაცია გაუშვათ აქ არწივის ადგილზე. და ორნაირი წყლის გაგრილებით გვაქვს. ერთი არის ეს ჩაშენებული 360 მმ-იანი წყლის გაგრილებით და მეორე არის უბრალოდ water block-ი, ანუ წყლის ბლოკი აყენია. აქედან არის მილების მისაერთებელი, ანუ თქვენ თუ გაქვთ რამე თქვენით აწყობილი custom loop-ი, ასე ვთქვათ, წყლის გაგრილების, ის შეგიძლიათ მიაერთოთ ამ ვიდეო ბარათზე და ესე გააგრილოთ და არის ეს 360-იანი ვარიანტიც. ცუდი არ არის, მაგრამ რაღაც ძალიან გამოუცად თქო ვერ ვიტყვი. გადავედით პალიტზე. ჩვენ საყვარელ პალიტზე იმედია გამოგზავნის ამ ვიდეო ბარათებს და გატესტვა შეუძლებ. GameRock-ი გვაქვს და Gaming Pro გვაქვს. ცუდად არ გამოიყურება ეს წინიდან ეს RGB რო აქვს. არა, კაია, ლამაზია. ვერტიკალურად თუ დააყენებ, ძალიან ლამაზად გამოჩნდება. Gaming Pro არის შედარებით უფრო სადა, შავფერებში პატარა RGB ქონია და მეორე იმენა ბრძღვინავს ცისარტყელასავით არის. კაი, ეს ტექნოლოგიები როგორია და რაღაც არ გვაინტერესებს, საიტზე გადავიდეთ. კი ბატონო, საიტზე 50-80 მარტო ერთ ვერსიაში აქვთ, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით 5 ვერსია არ აქვთ. აქვთ მხოლოდ GameRock-ი. არ ვიცი აი რა გითხრათ ამ GameRock-ზე, თან მომწონს, თან არ მომწონს. უფრო მომწონს მგონი. უბრალოდ ერთი რაღაცა ვერ გავიგე, ანუ ეს არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი ხაზი ამ ვიდეო ბარათის და ეს პლასმასია სულ თუ რა ხდება. აი ეს ზედა ნაწილი სავარაუდოდ პლასმასი იქნება და მეტალი არა. ცოტა ტეხავს ეგ. 50-90-ს არ გამოგვიგზავნიან გასატესტად, იმიტომ რომ ჩვენ როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ქვეყანაში არ გაიყიდება, მაგრამ 50-80-ს თუ აქვს ეს ვერსია, იმის გატესტვას შეუძლებ. ხო, აი 82 ვერსია აქვს, GameRock-იც და Gaming Pro-ც. სავარაუდოდ ორივეს გამოგზავნიან გასატესტად და შევადარებ. 70-ს მარტო Gaming Pro აქვს. GameRock იგივე იქნება, რაც 90-ის, Gaming Pro ნახოთ ერთი ვიზუალზე. გავს საკმაოდ წინა წელს როგორი Gaming Pro-ც ჰქონდათ. ეს შედარებით პატარა ზომისაც იქნება. ეს მომწონს სხვათა შორის შუაში რო ერთი ფანი დიდია და არა, ერთი ფანი კი არ არის დიდი, უბრალოდ დიდი ჩანს, ეს დიზაინი აქვს. პალიტიდან გადავიდეთ Zotac-ზე, იმიტომ რომ Zotac-ი აქტიურად იყიდება ჩვენ მაღაზიებში ხოლმე. ცუდი არ არის, Zotac-ი მომწონს. ცოტა აგურს გავს სამშენებლოს, მაგრამ ცუდი არ არის მგონი, რა ვიცი, თქვენას ფიქრობთ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად ვიზუალურად. აჰა, ამათაც 3 ვერსია ქონიათ. ეს საინტერესოა, სხვათა შორის Zotac-ს საიტზე მარტო 50-90 და 50-80 აქვს. 70 Ti და 70 ჯერჯერობით არ უდევთ. სავარაუდოდ გამოუშვებენ ალბათ. ეს თეთრი რა იყო? თეთრი ვიდეოში თეთრი რო იყო, ის არ არის საიტზე. ეთყობა ჯერ არ დაუმატებიათ. Solid-ი და Extreme Infinity. ანუ RGB-თ და RGB-ის გარეშე ვერსიები. ანუ სულ ორი ვერსია აქვს ერთი და იგივე ვიდეო ბარათის. ხო, ერთნაირია, პროსტა ერთი RGB-ა, მეორე არა RGB. ან ნაკლებ RGB. ხო, სხვა ვერსიები დამატებული არ აქვთ, სავარაუდოდ დაამატებენ და ერთი PNY-საც შევხედოთ. PNY მაღაზიებში არ იყიდება ხოლმე, არსად არ შემხვედრია მე პირადად წინა წლებში. MyMarket-ზე შემხვდა რამოდენიმეჯერ, ადრე რო ვათვალიერებდი რა. და მაგიტო გამახსენდა უბრალოდ ეს ბრენდი და სავარაუდოდ მოხდება ისევ MyMarket-ზე და რა ვარიანტები გვექნება შევხედოთ. ანუ ორი ვარიანტია აქაც როგორც ჩანს. ეს არის ჩვეულებრივი, უბრალოდ შავი, თქვა რომ რაღაც განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება თქო, არა, ძალიან იაფიანს გავს არ მომწონს. და ეს მეორეც ზუსტად იგივეა, უბრალოდ რაღაც პატარა RGB ზოლები აქვს დამატებული. არა, ვაფშე არ მომწონს ეს. თქვენ რომელი ბრენდის, რომელი მოდელი მოგეწონათ, ყველაზე ძალიან ვიზუალურად აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ ROG Strix ჰაერის გაგრილებით არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი.
MSI Supreme-ით ძალიან მომწონს, Gigabyte-ზე არ ვგიჟდები, მოზოლურად დიდად არ მომეწონა და პალიტის ის ძალიან იმას რო გავს, სისარტყელას რო გავს, ეგ მაინტერესებს live-ში როგორი იქნება რა. სიამოვნებით თუ გამომიგზავნიან დავიტოვებდი მაგ ვიდეობარათს. ტექნიკურ მონაცემებზე აქ არ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ გამოგვიგზავნიან ამ ბარათებს. მაინც უნდა გავტესტო და იქ თამაშებში რამდენ FPS-ი იჭერს და წინათაობებთან მიმართებაში რამდენად კარგია. ამაზე ვისაუბრებთ უკვე ხელში რო გვექნება ეს ვიდეო ბარათები. ხო, გაყიდვას რაც შეეხება, მსოფლიოში 30-ში დაიწყო, ანუ გუშინ დაიწყო გაყიდვა ამ ვიდეო ბარათების და როგორც ვიცი უკვე დეფიციტი არის. ხო, გაიყიდება მარტო ჯერ პირველ ეტაპზე 50-90 და 50-80 და თებერვალში დაემატება გაყიდვაში 50-70 და 50-70 Ti. ჩვენ საიტებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთ საიტზე წავაწყდი. აი ფასებს როგორც ხედავთ, მეგობრებო, არის ეს. პალიტის RTX 5080, Gaming Pro და Game Rock. ფასებს აი თავადაც ხედავთ, დიდი სხვაობა არ არის ამ ორი ვერსიის ფასებს შორის, რაც ცოტა გასაკვირია, ესეთი მცირე სხვაობა და როგორც ხედავთ, pre-order-ზე არის ჯერჯერობით. როდის იქნება უშუალოდ მაღაზიებში და გაყიდვაში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ pre-order-ზე მხოლოდ ერთ საიტზე შემხვდა ამ ეტაპზე. ნუ რაც გადავხედე 1-6 საიტს გადავხედე და ერთ საიტზე იყო მხოლოდ pre-order-ში. ძირითადად ეს იყო, რაზეც მინდოდა მესაუბრა და მეჩვენებინა. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მალე დავიწყებ streaming-ს, კვირაში 3 სტრიმი გვექნება ხოლმე და ახლოვებით 2-3 სტრიმი. ნუ თუ კარგად წავიდა ყველაფერი და მივეჩვი ალღო აუღე, შეიძლება 4 სტრიმზეც გადავიდეთ. ვიდეოების დადებას აუცილებლად გავაგრძელებ. კომპიუტერების აწყობის საკითხს რაც შეეხება, კი ბატონო, ვაწყობ ისევ პირად მომწერთ ხოლმე ყველას მაგას პასუხობთ, ასე რომ სხვათა შორის მაქვს რამოდენიმე ძველი გადაღებული ვიდეო, 6 თუ 7 ვიდეო მაქვს, აი კომპიუტერის აწყობის ვიდეოები რო გაინტერესებთ ხოლმე, ისინი რომლებიც არ დამიედითებია და არ დამიდია. და თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ ის ვიდეოები, ცოტა ძველი ვიდეოებია, რა თქმა უნდა, შეიძლება 1 წლის წინ გადაღებულიც იყოს ზოგი. თუ მაინც გინდათ რომ დავაედითო და ესე დავაგდო ხოლმე კვირაში ერთი მაინც, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ, თუ იქნებით დაინტერესებული ამ ვიდეოების ყურებით. ახალ კომპებს რასაც ავაწყობ, რა თქმა უნდა, მათ ვიდეოებსაც გადავიღებ და მაგასაც დავდებ და ეს ახალი ვიდეო ბარათები რო შემოვა, შეიძლება ჩემი პირადი კომპიუტერიც დავააპგრეიდო, კი არა და ხო რა, ახალი ავაწყო, ასე ვთქვათ. ცოტა მომბეზრდა ეს ლიანის აკვარიუმი кейსები და სტანდარტული ტიპის кейსი მინდა რაღაცა დავითრიო და იმაში გადავაწყო. თქვენ კი თუ ვიდეოს აქამდე უყურეთ და გამოწერილი არ გაქვთ, RTX 5080-ის განსხვავებით გამოწერა უფასო არის და დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარებში დამიწერეთ რომელი ბრენდის რომელი ვერსია მოგწონთ ყველაზე ძალიან ვიზუალურად ამ ვიდეო ბარათებიდან რაც ახლა ვნახეთ. მე კი დაგემშვიდობებით და ძალიან მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.